ჩვენ ვიმყოფებით ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჟახუნდერის კულტურის სახლში. აქ ტარდება სალოტუბაროს რეპეტიციები. ეს ანსამბლი შექმნა ლოტუბარ კობა ბერიძემ. შემდეგ 2015 წელს გარდაიცვალა და მის მერე მე გახლავართ ანსამბლის ხელმძღვანელი. შევიკრიბეთ, აქ მარტო ერთი სოფელი არ არის, სხვადასხვა სოფლებიდანაა. არის 83 წლის ყველაზე დიდი ჩვენ ანსამბლში და 14 წლის ყველაზე პატარა. ჩვენი ანსამბლის წევრები, ანსამბლ ლაშხეთის წევნები გაიცანით. კონცერტები რო გვაქვს, ხალხი დადის. ვასრულებთ აქ უხუცესი ხალხი რომ ყავს ანსამბლში, უხარიათ რა სიმღერა. მარტოხელა კაცი იყო რა, გიორგი ერქვა, რომელიც ტყეში ცხოვრობდა. ირჩენდა თავს მჟავე წყლით, ბალახით, თაზე იცის. ადრე ადამიანის ჭამდა, მაგრამ ახლა არავინ არ ჭამს. ნადირობით, მერე ამაზეა გადაბმული შინაორგილი. მე თუ მკითხავთ, თქვენ სათაოდ ხართ გმირები. ნამდვილად, ამ ულამაზეს ბუნებაში, მიტოვებულ სოფელში, რამდენი ადამიანი ხართ, ყველა მღერი ხართ. კიდევ რა შეგეძლიათ, რომ შეგვისრულოთ? ეხლა შეგისრულებთ სიმღერას დიაშ დარჯოლს. ტრაგიკული ისტორია აქვს სამწუხაროდ. დაიწყო სიყვარულით. როცა მივიდა ეს ასლამაზი თავის ამას დარჯოლის სახლში, დახვდა ესეთი რამე, რომ ათხოვებენ ამ მის მეუღლეს სხვა მამაკაცზე. ასლან მურძა ერქვა, ესეთი სახელი ჰქონდა იმ კაცს და ამ დარჯოლს 9 ძმა ყავდა. ატყდა ომი. შერკინება მოვიდა, დახოცა ეს 9 ძმაც. დახოცა და მოკიდა მის მეუღლეს ხელი და წამოიყვანა. როცა გამოუდგენ მამამისმა, დარჯოლის მამამ ესროლა ხლამად. მერე ეს განხად ბაჩო შემოვიდაო ბაჩო შემოსასვლელთანო და უყურებო რომ ერთ მხარეზე დარჯოლი კიდიაო და მეორეზე ასლამაზიო და მერე მიდის ტირილი დედეშ ასლამაზი მოსთქვამს დედამისი მოთქვამს და მეც ასე ვასრულებ ჩვენც რო ახლა მე ასლამაზის როლს თამაშობ და ეს დედამისი. დიაშ დარჯოლი